ახლა საუბარს განვაგრძობთ სტუდიაში ჩვენ სტუმართან ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია შემოგვიერთდა. მოგესალმებით გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, გადაცემაში მონაწილეობისათვის. მეორე დღე აქტიური განხილვის თემაა დამოუკიდებლობის დღეს მიღებული ცალკეული მილოცვები და თავად ამ დღის აღნიშვნამაც როგორ ჩაიარა, ხო? როცა იგრძნოდა გზავნილები ერთიანობის აუცილებლობაზე, ჩვენ ვნახეთ ერთგვარად გამიჯნული საზოგადოების ნაწილი ამ დღესასწაულზე. თქვენთვის ანალიტიკოსისთვის, რომელიც აკვირდებით აი ამ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, რა აჩვენა აი ამ დღემ, რა სიღრმის არის ეს პოლარიზაცია, რომელიც არის პოლიტიკურ ველზე და სამწუხაროდ საზოგადოებაშიც. პირველ რიგში სოციალურ ქსელში გამოვეხმაურე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცა პრეზიდენტად წოდებულმა მას ჯერა რომ დღესაც პრეზიდენტია, რა თქმა უნდა ეს ყოველგვარი კონსტიტუციური ნორმებიდან და ჩარჩოებიდან გასული ადამიანის მოწოდებაა. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური სპექტრს და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა ქართველი ხალხის გაერთიანებაზე და არსებობს დღეები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის ზეპარტიული დღეები, რომელიც არის ისეთი დღე, რომელიც ყველა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სოფხედველობას ემიჯნება და ეს დღე 26 მაისი ჩვენმა წინაპარმა მოგვიტანა თავისი ოფლით, შრომით, სისხლის ფასად და თავარი მოწოდება და დანატოვარი რაც იყო, რომ ეს არის დღე, სადაც ყველა უნდა გავერთიანებულიყავით. ამის ნაცვლად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ქალბატონი ზურაბიშვილის მეთაურობით, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ცალკე აღლუმი ჩაებარებინათ, ვისგან იღებდა ამ აღლუმს ქალბატონი სალომე, ეს ყოვლად გამოუცნობია ქართული საზოგადოებისათვის და მე მაქვს ერთი კითხვა. ვის ემიჯნებოდა ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ითხოვს ელექტორალურ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, როდესაც აღლუმი ჩაიბარა ლეგიტიმურმა კანონიერად დაარჩეულმა ხელისუფლებამ და ამ აღლუმზე ჩვენ ვნახეთ ჩვენი სათაყვანებელი ჯარი, ქართული ჯარი. ჩვენ ვნახეთ ახალწვეულები, რომლებმაც ფიცი დადეს ქართული სახელმწიფოს წინაშე, ფიცი დადეს ქართული კონსტიტუციის წინაშე. ჩვენ ვნახეთ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიურადაც რომ ავიღოთ და განვიხილოთ ამ კონტექსტში, ყველა მთავრობა არის ღვთისგან კურთხეული და პატრიარქისგან კურთხეული. ვის ემიჯნება ეს ადამიანები, მაშინ როდესაც მათ პრეტენზია აქვთ, რომ იყვნენ არჩეულნი ქართველი ხალხის მხრიდან და მათ ხელში გადავიდეს ქართული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მართვის სადავეები. ეკლესიას ემიჯნებიან, ქართულ ჯარს ემიჯნებიან, თუ ვის ემიჯნებიან. არსებობს საკითხები, სადაც კონსოლიდირება უნდა იყოს. შესაძლოა, რომ პოლიტიკური ჯგუფები არ მოგწონდეს, შესაძლოა, რომ ხელისუფლების რაღაცა გარკვეული ნაბიჯები არ მოგწონდეს. ეს დემოკრატიის ნაწილია და ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ხელისუფლების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, ხო, ოპონირების ნაწილში, მაგრამ შენ როდესაც ინსტიტუციებს პატივს არცემ, შენ როდესაც ეკლესიას პატივს არცემ, შენ როდესაც ქართულ ჯარს პატივს არცემ, მორალური უფლებაც კი არა გაქვს, შემდგომ ილაპარაკო რაღაცა დამოუკიდებლობაზე და შემდგომ ილაპარაკო იმაზე, რომ შენ ქართველმა ხალხმა ხარი უნდა დაგიჭიროს და ის მოწოდებები, რაც ჩვენ ვნახეთ და რომ ჩამოიყვანეს ევროპარლამენტარი და ნამდვილად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ევროპარლამენტარი ჩამოდიხარ ქვეყნის საგარეო კურსს და ქვეყნის საშინაო კურსს არ იცნობ ძირფესვიანად, მე შთაბეჭდილება დამჭა და წაკითხული ტექსტი, რომელიც მობილურში ჩაუწერეს, ხო? და მობილური კითხულობდა ეს ადამიანი და მოუწოდებდა სოლიდარობისკენ, ვის სოლიდარობაზე საუბრობდა, ხო? ერთხელ კითხვა დასვა, თუნდაც ის მშობლები რო იყვნენ მათ უკან, ხო? რისთვის იყვნენ თავიანთი შვილები დაკავებულნი, ხო? ერთხელ კითხვა დასვა, რომ სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი მიხეილსა ვინმე კითხვა დაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარული როგორ არის, როდესაც ჩვენ საგამოძიებო კომისიას ვუყურებთ და იქ ადამიანები რასაც ყვებიან, ამას ქართული საზოგადოება უყურებს. ვის მიმართ არის სოლიდარული და მას უნდა დიახ. ხო, არის ერთ-ერთი ავტორი ცნობილი რეზოლუციების. კი ბატონო და ვის მოგვიწოდებენ, რა გვაქვს ჩვენ, სუხა საბას ქვეყანას, გიორგი ჭყონდიდელის ქვეყანას, დავით აღმაშენებლის ქვეყანას, რა გვაქვს ჩვენ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს მოსაწოდებელი, ხო? ჩვენ თვითონ არ ვიცით საგარეო კურსი როგორ მივმართოთ, ჩვენ თვითონ არ ვიცით საშინაო პოლიტიკა როგორ დაალაგდეს. ხო, აი საშინაო პოლიტიკა, აი ამ მოცემულობას ხედავთ ჩვენ და აი ამ რეჟიმში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი მინიმუმ არჩევნების შემდეგ, ხომ, საპარლამენტო არჩევნების ყევები მუდმივი. ამასობაში, ხო, გარედან დაფინანსებული. ამასობაში ახლოვდება უკვე თვითმმართველობის არჩევნები კალენდარულად უწევს 2025 წლის ოქტომბერში. და ამ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციის დიდ ნაწილს ხედავთ, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ამბობენ, რომ შეიძლება ამისთვის ემზადებოდნენ, არის მუდმივად თავდასხმის ობიექტი ხდება თავისივე კოლეგებისგან. აი, ვინ ზიანდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება
დარჩება თქო ფართო კონკურენციის გარეშე აი ამ არჩევნებში. ოპოზიცია ხშირად აპელირებს ამაზე, რომ ქართულ ოცნებას არ აწყობს მათი არ მონაწილეობა არჩევნებში. აი რა მოცემულობა დგება ასეთ შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის თუ მიიღებენ პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის სიცოცხლის უნარიანობის და ქმედით უნარიანობის განსაზღვრელი არის რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მათ უნდა მიიღონ ლეგიტიმაცია ხალხისგან და ეს არის უპირველესად იმის მომასწავებელი, რომ ისინი კი არიან დაღმასვლის პროცესში, მაგრამ საერთოდ თვით ლიკვიდაციის პროცესში არ გადავიდნენ, პოლიტიკურ ასპექტში გულისხმობ, ხომ? რაც შეეხება ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, პათოსს, ის ადამიანები პირდაპირ ამბობენ და მოუწოდებენ, რომ პირიქით თუ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ძალიან კარგი იქნება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ის ლუსტრირება და ის ნიჰილიზმი, რასაც თვითონ ოპოზიციური სპექტრი განაწყობს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ და კიდევ ნათლად დაადასტურებს იმას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ალბათობით დამარცხდებიან, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციამ ჯერ კიდევ ალბათ ვერ მიიღო გარედამკვეთებისაგან დირექტივები, იმიტომ ორჭოფობენ, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ და ძალიან კარგად ვიცნობ ოპოზიციის ძალიან ბევრ წარმომადგენელს და პოლიტიკურ პარტიებში შემავალ ადამიანებს და პირად საუბრებში თუ ზოგადად მოტივირებულნი არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა რა არის? თვითონ შიგნით არა აქვთ კონსენსუსი და თვითონ არიციან რა უნდათ. აი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, როდესაც ქართული საზოგადოება ისმეს, ქართველი ხალხი ისმეს, ვინმე აზრი გამოიტანა ამ ქალბატონს რა უნდა? ვინმე აზრი გამოიტანა, რომ ოპოზიციური ჯგუფები, აი ხვალ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, სად მივყავართ, რა პოლიტიკური გეგმა აქვთ, რა საგარეო პოლიტიკური კურსი აქვთ. ერთადერთი რამ, რაც მე დავინახე და დარწმუნებული ვარ, ბევრმა საქართველოს მოქალაქემ, ეს არის რევანშის წყურვი, რასაც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დაუშვებს, ეს ვერ მოხდება. რამდენჯერმე იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ კარგად იმუშავეს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა და პრაგმატულად იმუშავა ქართულმა სახელმწიფომ. ეს ვერ მოხდება. და რაც შეეხება ამავე დროს კიდე რო დაუბრუნდეთ არჩევნებში მონაწილეობის პროცესს, მე როგორც ვიცი, გახარიას პარტია რატომღაც რიტორიკას თუ დაუკვირდებით, თლად მწყრალად არ არის არჩევნო პროცესში, დიახ, არ არის გახარიას პარტია, ასე ვთქვათ, მწყრალად რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ასევე ლელოსგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ლელო ემზადება არჩევნებისათვის, ვინაიდან მოსახლეობას ხვდებიან, მუდმივი კომუნიკაცია აქვს, შტაბებს ხსნიან და მეტი რა არის საარჩევნო კამპანიისთვის მზადება თუ არა, თავის ელექტორატთან გასაუბრება, უბრალოდ ორჭოფობს განსაკუთრებით რადიკალები გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და გვარამიას პარტიას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი ელოდებიან გარედამკვეთების მხრიდან, ასე ვთქვათ, დირექტივების მიღებას და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ერთდროს პრეზიდენტად წოდებული ეს მართლა პოლიტიკური ევგლენა, ქალბატონ ზურაბიშვილზე გულისხმობ, ხო? მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედება, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა და ყველაფერი ამის სათავეში, ამ რადიკალიზმის სათავეში, თავისი დაქალი ევროპარლამენტარების ჩართულობით. საქართველოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სწორედ ის მოგვევლინა ამ რადიკალური ჯგუფების სათავეში. აი ეს არის ყველაზე სამწუხარო. აი ამ მოცემულობაზე და აი ამ სურათზე რა გავლენას ახდენს მაგალითად ის მილოცვები, რაზეც მთელი დღე დღეს კეთდება პოლიტიკური შეფასებები და რაზეც საუბრობდით ჩვენს წინასწარმეტთან. გულისხმობ ერთი მხრივ აი კრიტიკა ნარეw მილოცვას, რომელიც ვაიმარის სამკუთხედი წევრი სახელმწიფოების ლიდერების სახელით გავრცელდა და ასევე გუშინ გავრცელებული მილოცვების ნაწილს, სადაც ისევ იყო მცდელობა ერთგვარად აი ხალხისა და ხელისუფლების გამიჩვნის. ნუ ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მე როგორც ვიცი თუ არ ვცდები ბოდიში ჩვენს მაყურებელთან შედის ერთ-ერთი ბატონი ტუსკი, ხო? ბატონი ტუსკი არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა თავის კოლეგებს, რომ დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადებები პრეზიდენტი, ექს-პრეზიდენტი კი არა, პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებასთან და განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ანუ სადაც ტუსკი მოწოდებას აკეთებს, რასაკვირველია ის, ჩვენ სასიკეთოდ და ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ ვერ იქნება, ის იქნება კრიტიკა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ ობიექტურობას მოკლებულია ის, რასაც ბატონი ტუსკი ამბობს, ხო? რაც შეეხება ბატონ მაკრონს. ძალიან სამწუხაროა, ნამდვილად დღეს უსმენდი სწორი განცხადება გააკეთა ბატონმა პრემიერ-მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ პირად საუბრებში ერთი აზრი დააფიქსირო, გულისხმობ ტირანაში დაფიქსირებულ მაკრონის პოზიციას და შემდეგ ალბათ
ისევ და ისევ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საფრანგეთში, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კიდევ ვერ განთავისუფლდნენ deep state-ის გავლენისაგან, იმ მავნე პრაქტიკისაგან, რაც ამდენი წელია დანერგილია და არა აქვს უბრალოდ მაკრონს მართლა ვწუხვარ, გულწრფელად ვწუხვარ, რომ დარწმუნებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით. ის წარმოდგენები აქვს, რაც ქართულ ხალხს აქვს თავის სახელმწიფოსთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ამბობს. იმიტომ რომ გავლენებისგან სავარაუდოდ ვერ არის განთავისუფლებული და რაც შეეხება ხა მაგათი ქვეყნების წარმომადგენლების საელჩოებს გულისხმობ, ხო? როდესაც მაკრონს ვახსენებთ, მისი წარმომადგენელი არის აქ საფრანგეთის ელჩი და პირდაპირ სანამ მიიღებდნენ გამჭირვებას, რა ქვია, კანოს არასამთავრობოებთან დაკავშირებით 1 საათით ადრე გრანტი გასცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც პირდაპირ რადიკალიზმში იყო ჩართული და სახელმწიფო შტურმით დამხობას აფინანსებდა, ხო? ეს საფრანგეთის ნაწილში, ნუ ტუსკის ნაწილში განვიხილეთ და რაც შეეხება ხა გერმანია არის ჩართული, როგორც ვიცით, გერმანიის ელჩი საერთოდ რადიკალური ოპოზიციის მთავარი მებაირახტრია და სასამართლოებზეც და რა ვიცი, როგორი განცხადებებით გამოირჩევა და როგორი სლოგანი აქვს, როდესაც განცხადებას აკეთებს, ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ და ანუ რა უნდა ვთქვათ ვაიმარის ფორმატში, ხო? ვაიმარის ფორმატში უნდა ვთქვათ, რომ ობიექტურობას არის მოკლებული მათი განცხადებები და თავდასხმა მათი განცხადებები ქართულ ხალხზე და არა კონკრეტულ პოლიტიკოსებზე. და თუ მათ მეგობრობა უნდათ, მეგობრობა არის ორმხრივი, ისინი ნამდვილად ვეღარ მიიღებენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ მათ დაკვეთებზე იყო ორიენტირებული, მათი დაკვეთების შესრულებაზე და შეეგუონ იმას, რაც არის. ისე როგორც ოპოზიციას მოვუწოდებ, შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ერთი არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში და მეორე არჩევნები ჩატარდება 2008 წლის, ასე ვთქვათ, 2028 წლის ოქტომბერში. მადლობა. მადლობა გიორგი, გიორგი ქაჯაი იყო დღის ქრონიკის სტუმარი.